სოფლის პატარძალი. ეს ჟან ბატისტ გრეზის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1761 წელს შექმნა. როგორც ხედავთ, ჟან ბატისტ გრეზი ინტერიერში ახალგაზრდა წყვილს გამოსახავს. სიძე პატარძლის მამის სიახლოვეს დგას. ხელში ქისა უჭირავს, ნიშნად იმისა, რომ გოგონას მამამ სულ ცოტა ხნის წინ მას ქალიშვილის მზითვი გადასცა. სიძის სიახლოვეს ვხედავთ პატარძალს. მხატვარმა წყვილი იმგვარად გამოსახა, რომ იქმნება ერთგვარი უხერხულობის განცდა. შესაძლებელია, ამ ფორმით მხატვარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მრავალფიგურიან კომპოზიციაში გამოსახული ეს წყვილი ერთმანეთს ჯერ კარგად არ იცნობს. გოგონა მარცხენა ხელის თითებით სულ ოდნავ ეხება საქმროს მარჯვენა ხელს. პატარძლის სიახლოვეს მისი დედა და და არიან გამოსახულნი. მისი დედა გოგონას ამშვიდებს, აწყნარებს. და, რომელიც პატარძლის მხარს ეყრდნობა, სახიდან ცრემლებს იწმენს. ის ძლიერ განიცდის, რომ მალე დასთან განშორება მოუწევს. ვინაიდან სულ მალე ის მშობლების სახლს დატოვებს და საცხოვრებლად მეუღლესთან გადავა. პატარძლის მამის უკან კიდევ ერთი გოგონაა გამოსახული. სავარაუდოა, რომ ისიც პატარძლის დაა. მათ სიახლოვეს პატარა ბიჭუნასაც ვხედავთ, რომელიც ნოტარიუსის სიახლოვეს მაგიდასთან გამოსახა ავტორმა. ნოტარიუსი, რომელიც მომხდარს ფურცელზე აფიქსირებს, ყურადღებით აკვირდება ახალგაზრდა წყვილს. ჟან ბატისტ გრეზის ეს ნამუშევარი ლუვრში ინახება.